ციხეებთან გათენებული ღამე შეწყალებულთა ვინაობის გაგების მოლოდინში პატიმრების ოჯახის წევრები 24 საათი არუსთავისა და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებთან იმყოფებიან. უკვე 12 საათზე მეტი 159 პატიმრის შეწყალების აქტი გამოცემულია, თუმცა ადვოკატებს ისევ არ აქვთ ინფორმაცია, არიან თუ არა სიაში პროევროპულ აქციებზე დაკავებულები. ცოტა ხნის წინ მზია ამაღლობელის მოსანახულებლად რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ძმა შევიდა. მალხაზ ამაღლობელმა ღამე ჟურნალისტებთან ერთად ციხესთან გაათენა. გაზსადენის დაზიანების გამო გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 3300 აბონენტს შეუწყდა. ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და შემოგვიერთდება. ტრამპის თქმით ის მაკრონს აიძულებს შეუერთდეს მისი მშვიდობის საბჭოს ინიციატივას, რომელიც გლობალური კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგის მიწვევაზე უარი თქვა. მაკრონი პირად შეტყობინებაში ტრამპს ხუთშაბათს პარიზში დიდი შვიდეულის შეხვედრის გამართვას თავაზობს. ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. მიხაილ ფედოროვის თქმით 2025 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 100,000-მდე შაჰედის და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.